ნებართოს რო შეგიშვა. მე აღარ ყოფი ხალი ვარ, მე არ ვიცი რომელ წუთში მოვხდები. მე ვარ მიქავა ტატიანა დევნილი სოხუმიდან. ვცხოვრობ 17 წელია სოფტექნიკაში. ვარ ჩვენი 12 ოჯახი ვიყავით 33 სული. ამ 33 სულიდან ხო ზამთრის პერიოდში ხო 3300 კილოვატი ხო ქონდა. ეხლა რამდენი თვეა? ორი თვეა საერთოდ შუქი არა გვაქვს ჩვენ. ესე იგი გადამისამართება მოხდა აქეთ. იქ შუქი არა გვაქვს, აქეთ არ ვცხოვრობთ. აქ რო გაგვინაწილეს ბინები, რო ავედი და რო ვნახე ჩემი ბინა, იქ ბოლომდე არ იყო, არც პარკეტი დაგებული იყო, სიაშკა ისე იყო, გაკეთებული ბოლომდე არ იყო და დღემდე მე არ ვიცი გააკეთეს თუ არ გააკეთეს, მე არ ვიცი. ივნისში ჩააბარეს ბინა, ივნისში მოვაწერეთ ხელი და იმის მერე უკვე ერთი წელი იქნება გახდება მალე რომ გვატყუებენ, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, ვრეკავთ იმაში ცხელხაზზე გვიგდებენ ყურმილებს. ფაქტიურად მდგომარეობა ყველა ობიექტი ერთი და იგივეა. ერთი და იგივე გასაჭირი, ბათქაში ცვივა, დახეთქილია კედლები, ფანჯრები არ იკეტება, კარები არ იკეტება, ზოგან კარები საერთოდ არ არის, მონიტაზების ისინი აქ და სიფონები და რაღაცები, მოვითხოვეთ საფუძვლიან ჩამოსულიყო დამკვეთიც და შემსრულებელიც. აქ სისტემები აღმოჩნდა მე რომ დავალიანებაც იყო მუშებზე მიუცემელი ბატონო კობასუბელიან მობრძანდით გეხვეწებით რამდენი ხანია სხვაგან თუ შეიძლება გაიარს გამოიარს ზუგდიდი სენაკი ჯანდაბა გეგეჭკორი თუ რაღაცა ეს აბაშა რა გააჩერა ხმას რო არ ვიხებდით აქამდე იმიტომ კაცო შემამაწყენებელო რომ გამიარ და გამომიარ ამგვარად შემოდი ერთხელ მაინც ნახე რა ხდება აქ რო იძახ ყველაფერი რიგზია ყველაფერი ჩაბარებულია აჰა თბილისიდან იქ არის ჩაბარებული ოთახები ჩვენთვის არ ყოფნის ეს ოთახები და რომელ ოთახებს ანაწილებდა ბატონიკობა მაინტერესებს სასოლო საბძენ და ოჩეცედი ამაში ახალ ხოლო ახან ოჩეცედი გველი შემოდის და ყველაფერი ხუთია შოქი არა გვაქვს და არაფერი იმიტომ სასწრაფო მოდის ჩემთან და არც ხავარ და არც ახანევარ არ სადარა ვარ ხო ხედავთ როგორ გუმანობაში ვარ ой მაინც არა მაინც ეს კი რომ ეხნებოდა არ შემიძლია მე დღეს წყალი რო არ იქნეს და ნორმალურად ყველაფერი მე არ შემიძლია მე უკვე ისე ვარ 67 წლის კალი და მე 3 სასულზე წყლის სატანა შემიძლია განა არ შემიძლია რა ვიცი გავაკეთებთ ყველაფერი რაც არის მათ შორის ხარვეზები და გავაკეთებთ ასე მე გვეუბნებია პრარაბი